მაგარი არის რომ უმცირე ის რა. ტოპის მისი. Let's go. ვესი ეგეთი რეაქცია. კარგად. ეგარი. დაკოს ესე რო არ მოსულიყო ჩვენთან. რო დამენახა ესე მესმული და შენ კაკო ხარ? იმენა სვიცი. იმიტომ რომ იმდენი ხანია გიყურებ ცნაო. ხო, და ჩემთვის არის თო ისე უხერხული ხოლმე ხალხ. მინდა რომ მე ხო არ ვიცი რაღაც ხანში და ჟიჟიკო. შენ მაინც თქვი რა ხდება? სათხარ რა ხდება? ვაფშე რა დღეა? ალბათ სტადიონზე მომიყვანეს, შაბათი დღეა. მაგარი დაღლილი ვარ, დილით სნეჩები მაკეთებინა ვაჟ ბატონო. საღამოს მოდი ვირბინოთო, მოვედი, ხურდები. მამ დროს ხურდებს უცხელი ვარ, როგორც თქვი. წიმას იწყებს და ეხლა ვიწყებთ სირბილს. დაგააპდეითებთ რომ მოვჭები. ეს არის ჩემი შეყვარებული ქრისტი, რომელიც ასევე მოკვდება დღეს. კი, ჩემი შეყვარებული ქრისტი. ეს ლოქი მოხდება. ეკერკია. აი, ამოვისუნთქოთ. და 1600 მეტრი ზუნზული რა. და მაგით დავამთავროთ. Let's go! კარჩი ვიკა მეონება. CrossFit-ის ფაინალზე ერთი ადგილია დარჩენილიო და 20 დღე მაქვს სამსადებად და აი უნდა დავს. და ლას-ვეგასში წამოხვალ. როგორი განწყობით ხარ? მზად ხარ რომ და მოგკლან? აუცილებლად მოკლავთ. აუცილებლად ივიკო მოიგებს. და აუცილებლად პირველ ადგილზე გავალთ. ეხლა ვარ ტრეკზე რა. ცოტა ლაქტატური გამძლეობისასაწევად და პროგრამაში გქონდა ჯერ. ვაუ, უკანა კარგი რაღაც იყო, იცი? გახურება. რაღაც მოძრაობები, მერე 300 მეტრი. ნენელა თავისუფალი აჩქარება. თავისუფლად იწყებ 75% ამთავრებ. მერე 80-ით, მერე 85-90-ით. მერე ხა ვირბენთ. 3-ჯერ 400 და 400-ებს შორის. წუთნახევარი თავისუფალი ჯოგი. რომ ამოისუნთქო და მერე ისე თავიდან 400 დავიხარ. საკაიფოდ ვირბენთ, просто ეს ფეხი რომელიც ნატკენი მაგ და მას პერიოდულად დატვირთვაზე ბოჭკო მეხევა ხოლმე. ეხაც რაღაცა არ მომეწონა, რაღაც დემა დამარტყა 400-ის ბოლოს. ეხა შეგვეცდები რომ ცოტა უფრო ლაითად გავხსო. ეს კაცი არის ოქრო კაცი კიდე, ჩემი ძმა. ეს შევი. ოფნიანი ვარ ძმა. ხო ხარ მაგრად. გამარჯობა. ეს არის ყველაზე მაგარი მორბენალი საქართველოში. ეს რეკორდები გითხარი რა. ჩემი საქართველოს რეკორდი ესე იმათ არ მაქვს, მაგრამ ჩემი პირადი რეკორდი მაქვს. გითხარი შენ პირადი რეკორდი. 5 კილომეტრზე მაქვს. 15-27. 5 კილომეტრზე. 10 კილომეტრზე მაქვს 31-58. 21 კილომეტრი მაქვს საათი 9 წუთი 37 წამი. 9 წუთი უნდა ვიასკინო. ქარივით. ეგარი. ორი მაინდსეტი არსებობს კარგი. ერთი აი რომ წვიმა დაიწყო გავჩერდეთ. მეორე აი რომ
ეს ხაპი გვისწორდება. ბუნებაში ჩვენ რატომაც გვყვარს. ვარჯიში არის ის, რომ ბუნებასთან ახლოს ხარ და გრძნობა უფრო ბუნების შვილი ხარ და ფსიქიკას რაღაცნაირად კურნალობს ეგ რა. იგივე პუნქტია წვიმაში. რო გრძნობა ეს ბუნებრივი მოვლენა გეხება, აღიქო რომ შენ სამის ნაწილი ხარ და სული შვიდება. გული ხოძია და ტესტოსტერონი პიქშია. ასე თუ კავსკი. იუაჩოს ცოლი ჩვენ კეთუნა მიყავს მერაში სამშობიაროში უნდა დავაწიოთ და წესით ხვალ დაიბადება ჩვენი გულის, ჩემი სიყვარულის, ჩემი ჯილა ადამიანის იუაჩოს შვილი გაჩნდება პირველი და მინდა ამოღება ამ ყველაფრის და თან ცოტა გული წდება რომ იუაჩო ჩვენთან ერთად არ არის, მაგრამ მალე იქნება. ჩვენი ქვეყნის სამშვიდობო დაიბადება იუაჩოს შვილი, ჩვენი შვილი, ჩვენი სიყვარული და გული. წრემლი ვერა? ლაიქებისთვის გამოგადგება. 1-2 წრემლი. ოძევა, ბიჭო. ბაბუა გავხდე. ვაუ! ჰოე! კილოსა, ბებია! ვერტა ბენი. ვერტია ჯანშელი გაზრო, საი გამოვარდი. ლეო. საგიჟიტია, შენობას მეცავარ სურეალიზმი და მაგარია! დავაი, კოსმი მეც მიყვარხარ, მეც გილოცავ, იმიტომ რომ შენ იუაჩო ისე გიყვარს, რომ იმინა შენ თუსაც მოსაოცია, ისეთი ძმა ხარ. მიყვარხარ თუში და ბაბუა. ძალიან სასიხარულო, მაგრამ ან ცოტა იმას მიშოხო, ხო ის მასევდიანი, ანუ ბაბუო. არაფერი არ შეიცვალა რა. ესლობა, პირიქით, ახოდიანი ბაბუა. შვილი შვილს მაგალითად. იუაჩოს შვილი არის, რა ვიცი. ჩემი შვილი ჩათვალე რა. თვითონ იუაჩოს დაბადება და იუაჩოს დაბადების აღნიშნვა. მახსოვს აი როგორც აიღე ეს ყველაფერი. ამაჩერთა ერთი და მე მივიდნენ რა სროლა და რაღაცა და მე მაგარი კეიფია თქვა და რამე და მე იუაჩოს და წამოიძარდა მე ვასეინებდი და ბიძობა ამეთქებოდა რა. და ეხლა პროსტა მაგრამ მინდა რომ ჩვენ ყოფილიყო გაასწორე, მაგრამ მალე იქნება რა. ეხლა ვიდეო მოვავალ შუნდაულოთ შეიჩი, არა ჯერ 8 საათზე ჩავატარო და პრობლემა იმიტომ რომ 8 საათი არის ბაწუთი. ეს არის ჩემი დაამატების სექცია თორეცა. იქ მასივრის თავზე რა კიდეს ორი კიდე. ხო. ხოთეთ ისე ვაფშე მაგრამ კიდე ხომ რაღაცების დადება, მაგრამ ეხლა მაგრამ ჭირდება, იმიტომ რომ ვერ ვიგდგენ ისე და ყველაფერს 1.5 საათი მარტო ამოსწო და ეს ნახე, კაი პატარა ბოთლი. შიგნით რა არის? შიგნით რაღაცა ურია? ციტრულინი და BCAA რო ვარჯიშობს დავდია.
დღეს არის ორშაბათი, რაღაც 9 საათი, იუკომ თავის ვარჯიში ჩაატარა და ეხლა თვითონ ვარჯიშობს ლევონთან ერთად და იქით არის ლუკა. არ მიიღებენ ხოლმე რა. ხალხო რო იცოდეს. ჩვენ აქ ვინც ვართ. ზალდოვის ხორბლად არ გვიღებენ ჩვენს. გადაგიღებთ იცი როდის? ჩვენ სწორებს არ იცი როდის და გადაგიღებთ? როდის? CrossFit Open-ზე რეგისტრაციისთვის დაძალება რო არ დაგჭირდება. ეგრა შუაში. არის. One true light. ეხლა იყო რა გუშინ ხო დამთავრდა CrossFit Games-ი და გუშინდელი ივენთია Running იზაბელი ქვია იზაბელი არის ვარჯიში სადაც 30 წლის საკითხი საყოლე ხა მადლობა საყო მართლა იმის 30 წლის საკითხებ გაუჩერებო მე რაც ქონდა გასაკეთებელი ნახევარფინალში და ეგ არის დაყოფილი 5 რაუნდად ოღონდ სირბილით იწყება რა 60-ს დარბიხარ მე 6-ის ნეჩი მე ისე 60 დარბიხარ ისე 6-ის ნეჩი და ესე 5 რაუნდზე და გამოდის 30-ის ნეჩი პლუს 300 მეტრი რა სირბილი და გასწორა ლოხას ძალიან დიდი მადლობა გვერდით გომისთვის და ლუქსონას ეგრე ჩუმაც რო სისტემას რო არიგებს გვერდში ვიდგას მოხმარება იქნება თუ ყურადღება თუ ყველაფერი და ლოხა ხო ვიცით ყველა ჩუმი ჯარისკაცი არის და მადლობელი ვარ ყველაფერთვის გვერდით გომისთვის და საპორტისთვის რასთავარ თქვი ვარჯიშზე 1-2 სიტყვა როგორი იყო როგორცაც ველოდებოდი ისეთი მაგიტომ მოვიდი 9 საათზე რომ იცოდი რომ რაღაც კაი იქნება და მოვიქნებოდი ეხლა მეორე ვარჯიშის მერე რომელი საათია პირველი საწოლარია თუ რაღაცა იუაჩოს შეეძინა დღეს შვილი და მიდის აღნიშნა და ჩემი სიყვარული პატარა გიოტა შევაშვილი იუაჩოს შვილი ჩემი შვილი ჩემი სისხლზე გული და სული დაიბადა და მაგის აღნიშნა მომდინარეობს და ყველა ფხიზელია CrossFit Games-ის სიმულაცია, რომელიც გუშინ წინ გავაკეთე 21 Trust კი არა 21 Hand clean and jerky 21 pull up მე 15 Hand clean and jerky 15 pull up 9 clean and jerky 9 pull up წინაზე გავაკეთე პირველად 5 და 39 მეორედ გავაკეთე 4 და 56 ხო? 4 და 56 ასე რომ CrossFit-ი არ არის და მიყრა და რაღაცა გიჟური უხარისხო მოძრაობები ხარისხი მოძრაობები რომლებიც რეფია, ჩათვლა და სწორი სტრატეგიით პერიოდულად და მენეჯმენტებული კარგად გამოდის ვარჯიში რა. დილით დავისვენ და მეგონა რომ დღეს დავისვენებ, მაგრამ ღამე მაინც ვერ მოვითმინე და მოვედი ხომელი საათი არის. 12 ნახევარზე მაინც პატარა ვარჯიში მაგრამ სასარგებლო ვივარჯიშეთ. ვარჯიში რომელიც გააკეთა არასწორად დაითვალა, უნდა გააკეთებინა 21, 15 და 9? 21 უნდა გააკეთებინა 21, 15, 15, 9 და გააკეთა 21 და 15-ის ნაცვლად გააკეთა 22. არასწორად დაითვალა, რატომ 23. კაი და ესე დრო რო გამოვითვალეთ გამოვიდოდა სადღაც 5 და
4 და 56-ის ნაცვლად გამოვიდა და 4 და 15 წამი, რაც ძალიან კარგი შედეგია, იმიტომ რომ ეგვარჯიში ფინალში ვინც გააკეთა, საუკეთესო შედეგი ეგეთი იყო დაახლოებით. ამიტომ ძალიან გახარებულია. ისევ აქ ვართ. ვარჯიში რომ ალბათ ანიშვიეთით არის ესე რომ მეზარებოდეს ვარჯიში. წელიწადში ალბათ ერთი 5 ჯერ მეზარება ეს. არა, მაგრამ მთავარია კონსისტენცი. იმიტომ რომ ეხლა თუ ჩემი შესაძლებლობის 100%-ს არ გამოვავლინო, ვერ გამოვავლინო. დაღლილობა რა. თავია რომ მორჩება ვარჯიში, მაგრამ გამისწორდება ფსიქოლოგიურად, რომ შევინარჩუნო ეს პონტი და მაინც რაღაცა გავაკეთე რა. 400 მეტრი ჯოგი, 30 მეტრიანი დახურებები, ანატომიური ადაპტაციის ვარჯიშები, ცოტა მობილურობის პუნქტში რომ გავხსნა კარგად სახსრები და პუნქტები. მერე 3ჯერ 60 ნენელა ავჩქარდები, თავისუფალი გაქცევის პუნქტია, როაზე მოიყვანა ნერვული სისტემა და გული. მერე 4 რაუნდი იქნება 300 მეტრი 85%-ით, მერე 100 მეტრი ჯოგინგი და 100 მეტრი 95%-ით. 500 მეტრიანი 300 დარბი ხარ 85%-ით, 100 ისვენებს სიარულით და 100 ჩქარდები რა. მაგას ვაკეთებ 4 რაუნდს და რაუნდებს შორის არის 2 წუთიანი შესვენება და მერე მინდა რომ 1600 მეტრი ვიბინო დაახლოებით 70%. A few moments later. ვიცი. მე ჩვენთვის მოკვლევებისთვის ძალიან სერიოზული გამოწვევა. მოკლედ აგერ დღეს სტუმრად ყავს რაულ ცირიკიძე, ჩვენი სასახელო სპორტსმენი, ძალოსანი, რომელიც ასევე მოდის ამერიკაში და ლას-ვეგასში ჩვენთან ერთად და ემზადება აგერ რა ჩვენთან. ერთი ხო ის წერანი გადავა რომ იმდენ ხანს ხურდებიო რა, რომ ხარს რო ვიხურებო. ზემოდან რო ვიწყებ, სანამ ქვემოთ ჩავდივარ, ზემოთ ისევ გასახურებელი ვარ. 1 საათია ხურდება რა. ეგრე ვარ ჩავხენს. არ ვარ პატარები. რაულჩი და სიტყვა. 1-2 სიტყვა ლას-ვეგასზე. წარმატებები ამერიკაში. შენ წარმატებები და ერთად. შენ რა რიცხვი გაქვს? 13-ში. ხო და მოკლედ ეგრე ვარ, ჩემი იწყება 12, 13, 14. 13 წლის შემდეგ 13 წლის ქვრივ ბრუნდები პიცარნებს. რაღა დაობა, ეხლა რა თქვა გაიგე? და მე 20 წლის მერე. ზუსტად რა. ბებერი ლომელი. ხო და ვანახოთ მაგათ წევის. CrossFit Games-ის ფინალში რო გავედი, გარდა იმისა, რომ ფიზიკურად მაგრა ვემზადები და ყვებას ვაკონტროლებ და ყველაფერი დაცული მაქვს, მაგის გარდა ფსიქოლოგიური მხარდაჭერაც მაგრა მჭირდება და ყველას ჭირდება რა. და მადლობა ღმერთს, რომ ვიპოვე ეს ოქროს კაცი, საბა ეფრემიძე, რომელიც არის სპორტული ფსიქოლოგი რა. და რომელთანაც დავდივარ იგივე სიხშირით, რაც სიხშირითაც ვარჯიშობ რა და ძალიან მაგრამ ეხმარება და იმას რო ეტყვი ყველას რა, ჩემ მოვარჯიშეებს თუ ათლეტებს თუ მწვრთნელებს, რომ რაღაც გულებელ ყოფენ მაგას, ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ მე მთელი ცხოვრება იმას ვიძახი, რომ ხოდზე ვარ და ხოდი ვარ და
ჩვენს მწვრთნელების და ათლეტების ერთმანეთს ვაგულიანებთ, მაგის გარდა უნდა ვაღიაროთ ის, რომ ფსიქოლოგიური ხარდაჭერა მაგრა გვჭირდება რა და აგერ საბა არის, ვისაც შეიძლება გულში აქ და მაგას არ აღიარებს, რომ ფსიქოლოგიური დახმარება ჭირდება, საბასთან შეუძლია მოვიდეს. საბა არის ოქროს კაცი, რომელიც ძალიან მაგრამ ეხმარება და ალბათ 4-4 მეხუთე მოსვლა არის, რაც საბასთან მოვდივარ. ძალიან ხშირად ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ ეს ყველაფერი და კიდე მინდა რომ ბევრად უფრო ხშირად ვიარო, რომ უბრალოდ ვერ ვახერხებთ, იმიტომ რომ ხან მე ვარ გასული, ხან საბა არის გასული და ვიცი რომ ძალიან მაგრად ამეხმარება და მადლობელი ვარ უკვე და როცა შედეგს დავდებ, მე კიდე უფრო ხმამაღლა ვილაპარაკებ ამის შესახებ და პირველ რიგში კიდე ეგ არის მნიშვნელოვანი, რომ რამდენჯერ გითხოვს, რომ ერთ ენაზე ვლაპარაკობთ. და სპორტულ ენაზე ვლაპარაკობთ და ეგაა მნიშვნელოვანი და ეგ წარსული გვაქვს სპორტის და ახლა ხო ის ლომი არის და კაროჩე რა. პირველი ყველაზე მეტად მუშაობთ მაინც იმაზე, რომ სტრესი გასილებით ნაკლები იყოს ეხლა მოსამზადებელ პერიოდზე და უფრო მეტად ამ პროცესისგან სიამოვნება მიიღოს. იყოს იქ, სადაც არის და ენერგია მიიღოს ისეთი რაღაცეებისგან, რაც მე საბოლოო ჯამში ვარჯიშზე მოიხმარება. რა მთავარია, რომ შენ თავზე კონცენტრირდა, იმიტომ რომ ხშირად მედალზე კონცენტრირება და მარტო ჩემპიონობაზე კონცენტრირებას გადაყავ ხარ მთავარი გზიდან და ვერ აკეთებ მე შენ აქცენტს იმაზე, რაც შენ შეგიძლია რა და მაგიდან გამომდინარე, საბა მასწორებინებს გზებს და მაგრამ მიხარია და მადლობა შენ მაგისთვის. ყველა ლაპარაკის მე ბევრად სუბუქად ვარ, იმიტომ რომ ის დაძაბულობა და მოუსვენობა რა, როცა ახლოვდება ახლა ეს ჩემპიონატის ფინალი და ის გაფრენის დრო, მეც მაქვს ხოლმე რა, ეს შფოთვა და საბასთან ლაპარაკის მე გამდის და სწორ რაღაცაზე ვაკეთებ აქცენტს რა და ეგ სწორ რაღაცაზე როცა ვაკეთებ აქცენტს, მე საქმეს უფრო მაგრა გამოდის რა. და კიდე რა არის, რომ სპორტსმენებს ძირითადად ეგ ერევათ ხოლმე, რომ ფოკუსი არასწორი არის. და ანუ მაგაში ვეხმარები სპორტსმენებს, რომ ფოკუსი სწორი ქონდეს, რომ რეალურად ივიკოსაც ვეუბნებოდი, რომ ადამიანს, რომელსაც სიარული უყვარს, უფრო შორს წავა, ვიდრე ადამიანს, რომელსაც destination-ი აინტერესებს და ჩემი მიზანი ეგ არის, რომ აი ეგ დავანახო, რომ პროცესი არის უფრო მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვინდა, რომ ჩემპიონები გავხდეთ, სამეულშიც მოხდეთ და ასე შემდეგ. უკვე იმის აღიარება, რომ საჭირო არის მსგავსი რაღაცის ჩართვა და მსგავსი პროფესიონალის დახმარება, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, ამიტომ კაია. ფსიქოლოგიური დახმარების შედეგად რას ველოდები იმას, რომ კონცენტრირებული ვიყო იმაზე, რაც თავარი არის იმისთვის, რომ მიაღწიო შენი მიზანი და არა იმაზე, რომ თქვა შედეგზე ვიყო კონცენტრირებული, არა, უბრალოდ იმაზე, რომ ჩემ თავში ვიყო, სახლში ვიყო, რასაც ვაკეთებ, ეგ ისევ გავაკეთო სიყვარულით და ჩემი თავის საუკეთესო ვერსიად წარმოვადგინო პირველ რიგში ჩემ თავთან და ჩემ თავთან ხდება ეგ ყველაფერი და მე ყველასთან რა და უკვე მაგას რო ვლაპარაკობ, უკვე ძალიან წინ ვარ, იმიტომ რომ ადრე სხვანაირად ვფიქრობდი რა. ჩემი მოლოდინი ეგაა, რომ ამ მენტალური იარაღებით, რასაც ვაწყდი რეალურად ის საკუთარ თავთან ლაპარაკი იქნება, საკუთარი თავის დამშვიდება იქნება, თუ რაც იქნება, საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოს და საკუთარი თავი უკეთესად იგრძნოს. როცა მშვიდად ხარ და ბედნიერი ხარ, მე უფრო კარგად მიდის რაღაცეები. ნათელიმზეა, იმიტომ რომ დღეს ივიღოს დაბადების დღეა. ის მოგება. ეს არის ივიკოს დაბადების დღე. სიურპრიზი გაკეთება გვინდოდა, მაგრამ ანამ ვერ შეძლო კამერების გათიშვა და ივიკომ გაგვაწყნა და ეხლა იქნებავთ ვიდეოს როგორ გაგვაწყნა. იუბილარი ხარ გინახავთ? არა. ვინ არის? თქვი ერთ სიტყვით რა მოხდა?
რა მოხდა დაბადების დღეს მოსავალად შეიკრიბნენ ჯიგრები გარეთ და კამერები ხომ აქ და შანდა როგორ მაგ კადრებს ჩავსვათ. შანდა როგორ ფუსფუსებდნენ რა არა, დაიფარე. სენი გინდა? გეცვას. აქედან გასა. აქედან მიხდები. ცოტა ჩატა. რატო არ დატოვეთ? გამოვედით არა. 12-ზე გელოდო? წადი სიმინდი დაადგე. 12-ზე გელოდო? აი ზუსტად. აი. მომიფიქრეთ, თონესთან დადი. What I want, you've got, and it might be hard to handle. But like a flame that burns a candle, the candle feeds the flame. Yeah, yeah, what I got, full stock of thoughts and dreams to scatter. ეს არის 13 აგვისტო და არის ივიკოს დაბადების დღე და ნახავდით კადრებს როგორც აღნიშნა დაბადების დღე და დღეს კი არის ჩვეულებრივი 4-შაბათი დღე და თან არა ჩვეულებრივი მაგრამ ივიკოსთვის არაფრით განსხვავებული სხვა დღეებისგან, იმიტომ რომ მიზან მიმართულად არის ორიენტირებულ, მიზან დასახულ ყველა ეგეთი სიტყვა უნდა გამოვიყენო იმაზე, რომ ჩემპიონატში საუკეთესო შედეგი დადგას, ამიტომ დაბადების დღეც არ არის დაბადების დღე. ან არის, იმიტომ რომ ალბათ ესე ყველაზე კარგად ატარებს თავის ცხოვრების დროს და შესაბამისად ესე აღნიშნავს. კიკეთის ფერმის მერე დაგეგმილი მქონდა, რომ კიდე გაგვაკეთებინეს ბორები ბაკურიანში და გვაქვს ბაკურიანში დაგეგმილი, წავალთ უბრალოდ ცოტა გადაიდო, იმიტომ რომ აღდგენისთვის საჭირო იყო უფრო მეტი დრო და უფრო მეტი პროცედურა იმისთვის, რომ რაღაცა ტრაუმები და რაღაცეები თავიდან აერიდებინა ივიკოს და ალბათ ცალკე ვიდეოში მაგაზეთი თუ უფრო კარგად მოგვიყვება, იმიტომ რომ მე არც თუ ისეთი კომპეტენტური ვარ მაგ საკითხებში, მაგრამ საკმაოდ ჩემთვის წარმოვიდგენელი იყო, რამდენი დრო იხარჯება იმაში, რომ დღის რაციონი იყოს სწორად გაწერილი, ყველაფერი ვარჯიში, დასვენება, ძილი, ექიმი, რაღაცა, ამიტომ ამაზე ალბათ უფრო უკეთესად ივიკო ელაპარაკებს. მოვედით ტრეკზე სავარჯიშობთ, ტაკო მევოდება დამაგვიან და ეხლა სხვა დამაგვიანი, მაგრამ არა უშ სვარტი რაკის ხოდა აჩმენა ჩემი სიმპათიის თმა წმებით და ეს ჩემთან ერთად რომ dalშე კიდე რაღაცებს გეტყვი. როგორ მოხდა ესეთი სტილის ვარჯიშები? ძალიან კაი. გამახსენე სპორტი. ო back to track. ხოდა კაკოსა და ხოის. კაკო! ადარი კაკო! აი ჩვენ ძმა. მოდის შრომოს. მოგწონს ეს სტილის ვარჯიშები? დავაი. არა, მოგწონს თუ არა? არა. ის გირჩევნია? სულად კროსიტულად უფრო ჩაჭერა და თუ ყველაფერს თავის ადგილი აქვს. მე მოგყვები შენ და მომწონს არ მომწონს თიშო. შენ გემონებას მარგები. ხოდა ესე შრომობთ.
მოურჩით короче. ვარჯიშს და აჩვენ რა სიტყვი ვარჯიშს. როგორი შეგრძნება? სპორტში ვახეთ დიდ სპორტში, მაგრამ რა ზეები ირბინე. რა ვივარჯიშეთ? 400-იანი აჩქარება. ატუ 200 თავიდან გავხუდით 200-ით და 200-ებს შორის 200 მეტრი ჯოგინგი. მანამდე გასახურებელი რაღაც კომპლექსი სვორჩები გავაკეთეთ, მერე 3-ჯერ 400 ვირბინეთ და შესვენების დროს 200 ჯოგინგი, 400 ირბენდი 70-80%, მერე 200 ჯოგი, მერე ისევ ეგრე და 3 გამეორება 400, მერე რა იყო? 5-15-50. ხო, მერე 5-15-50 დაცემა ადგომებით 30 წამი სირბილი 30 წამი დასვენება ვირბინეთ და ბოლოს 1200 მეტრი 60%-ით ვირბინეთ რა. და ხო, და ბოლოს კულდაუნის პონჩი 1-400-იც რა. და გაასწორა რა. ჩვენ მადლობა რომ დამიბაძენებთ.